სულ პირველი ეტაპი არის მაფია. ანუ მაფიასნაირ ორგანიზაციაში თუ ხარ, სადაც არის ვიღაცა კონსილიერი და დონ, ვინც ყველა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ ვერაფერს ვერ გააკეთებ. უნდა მოხდეს ჯერ progression, ანუ maturity, ანუ ევოლუცია ამ ხალხის ფილოსოფიაში, სანამ შეიძლება რომ ესე იმოქმედო. რატო იმას ექნა, როგორც თქვი, საქართველოში შენი აზრით agile-ს? მიდგომა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ გუნდს არ აქვს ეს დამოუკიდებელი საშუალება, რომ თვითონ მიიღონ გადაწყვეტილებები კლიენტების უკავშირისგან, მაშინ agile არ ხარ. სულ ერთია, თუ გინდა Scrum-ი დარქვი, თუ გინდა Scrum Master-ი ყავდეს, არ არის agile. ნუ ამ ქვეყანაში არაფერი გამოდის ეს გამონათქვამი. შენ რას ეტყოდი, ასე ვთქვათ, ესეთი სკეპტიკის მქონე ადამიანებს, რით გამხნევებდი, ვინც ამბობს, რომ საქართველოში არაფერი არ გამოგივა, გატყუებს. პირდაპირ ვთქვათ. ეს არის ტყუილი ბევრი მიზეზის გამო და მით უფრო ტყუილი არის ეხლა დღეს. იმიტომ რომ ესეთი კარგი დრო არასოდეს არ ყოფილა, რომ საერთაშორისო ბიზნესი შექმნა. გამარჯობა, ეს ლევან კოკოლიშვილის პოდკასტია და დღეს ჩემი სტუმარია ბრიტანეთში დაფუძნებული სააგენტოს Concept Digital-ის თანადამფუძნებელი თენგო მესხი. სანამ პოდკასტზე გადავიდოდეთ, როგორც იცით, უნდა გთხოვთ, რომ თუ გინდათ რომ ეს არხი გაიზარდოს, აუცილებლად გამოიწერეთ, რადგან ეს დიდი мотиваცია, როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი გუნდისთვის, რომ უწყვეტად შემოგთავაზოთ კიდევ და კიდევ უკეთესი მომენტები. თენგო, გამარჯობა და მადლობა, რომ დღეს მეწვიე პოდკასტში. გამარჯობა და პირიქით მადლობა რომ მოწვევისთვის. მადლობა. პირველ რიგში მინდა რომ მომიყვე ზოგადად ბრიტანეთის სამები, საიდან მოხვდი საერთოდ და რა გზა გაიარე მანამ სანამ Concept Digital-ამდე და ამ გამოცდილებამდე მიხვიდოდი, რაც მინდა რომ ზოგადად ვისაუბროთ და დავშალოთ ეგ თემა. კი, მე ცოტა უცნაური დაბადება მქონდა. მამაჩემი ექიმი იყო და არის და მოკლედ თავის დროზე 90-იანებში აქ რო არეულობა იყო, ეგრე მოხდა თავის დროზე მოსკოვში კონფერენციაზე როგორც თარჯიმანი და მან შეხვდა ერთი ტიპი, ვინც იყო პროფესორ Max Elstein, სამხრეთ აფრიკელი, ლიტველი, ებრაელი, ვინც გადაცხოვრდა ინგლისში და მე ეხმარებოდა აქეთ აღმოსავლეთის ქვეყნებს, რომ ესწავლათ evidence-based medicine, ანუ ახალი მიდგომები სამედიცინო სფეროში და ეგ რომ ამ ტიპს რო შეხვდა, მოკლედ აინტერესებდა ძალიან, ეს უკვე პერიოდი რო იყო, რომ ისა ბერლინის კედელი იყო დანგრეული და მოკლედ ეგრე მოხდა work experience-ზე თავის დროზე უნდა ყოფილიყო ერთი თვე და მოკლედ ძალიან მაგარი მუშავა, ანუ 100 საათი კვირაებში და ბოლოს მოკლედ დაიტოვეს და ეგრე მოხდა რომ მე იღბლიანი დაბადება მქონდა და მანჩესტერში საქართველოში იტყოდნენ გამიმართლა გამიმართდა ასე რომ ვთქვათ და დიახ იქ მანჩესტერში დავიბადე და გავიზარდე და იქ გავატარე ჩემი ბავშვობა. თუმცა 3 წლის რო ვიყავი რაღაცა მოხდა და მოკლედ ისე აღმოჩნდი რომ საქართველოში დავბრუნდით რაღაც პერიოდი და ჩემი პირველი მოგონებები არის დიდი დიღომში, სადაც ცხოვრობდით მაშინ და ანუ ქარიანი მოგონებები და ანუ მაქედან უკვე მახსოვდა ქართული და საქართველო ოღონდ ეხლაც მიჭირს და მაშინ ბევრად უფრო მიჭირდა და ანუ ეს მაინც პირველი მოგონებებიდან მოდის ეს ჩემი სიყვარული საქართველოს მიმართ. მიცი რა მითხარი, Concept Digital-ამდე საერთოდ რა კარიერული გზა გაიარე მაგაზე რომ მოგვიყვეთ და როგორც ვიცი, მათ შორის საქართველოშიც გქონდა ბიზნეს გამოცდილება, სანამ სააგენტოს ფორმირებამდე მიხვიდოდი. დიახ, მოკლედ მე ანუ სულ მიყვარდა მათემატიკა და ფიზიკა, მაგიტომ დავამთავრე ინჟინერიაზე კემბრიჯში და მაინტერესებდა სულ კომპიუტერები და ტექნოლოგია, უკვე თინეიჯერობის დროს სტარტაპებზე ვგიჟდებოდი და ილონი იყო ღმერთი მაშინ და ასე შემდეგ. ეხლა ნაკლებად, ეხლა ისე რა. ცოტა უფრო ადამიანი. თუმცა ხო, მაგიტომ დავინტერესდი და დაჟე უნივერსიტეტის პერიოდშიც ჩავერთე ერთ-ერთ მეგობრულ სტუდენტურ სტარტაპში და ეს ძალიან კაი გამოცდილება მივიღეთ, ჩვენ ხუთი ვიყავით და ბევრი ვისწავლეთ მაგ პერიოდში. მე უკვე პროგრამისტად მაინტერესებდა როგორი იქნებოდა მუშაობა BBC iPlayers Android-ის აპლიკაციაზე მუშაობდი და automated tester-ის ვიყავი და ასევე მე ფინანსების მაინტერესებდა და მაკეთ გადავედი, მივიღე გამოცდილება portfolio management-ში და ყველაფერი მაინტერესებდა, მაგრამ არც ერთზე არ გავგიჟდი და ვიფიქრე რომ რაღაც ბიზნეს და ტექის შორის მინდოდა რომ ყოფილიყავი. მაგიტომ დავათვალიერე და ვნახე რომ არსებობდა scale-up-ები და ეგ მაინტერესებდა მეორე მხარეს business consulting-ი, ოღონდ ტექ მიმართულებით და ეგრე მოხდი McKinsey-ში, ლონდონში, კონკრეტულად McKinsey Digital, სადაც ფოკუსი აქვს business tech პრობლემებზე და აი ჩემთვის იყო აი ძალიან კაი გამოცდილება, იმიტომ რომ ბევრ სახის პრობლემებს გადავწყდი და ბევრ ინდუსტრიასთან მქონდა შეხება და ბევრი ვისწავლე მაგ პერიოდში. აი რას გაიხსენებდი მაინც highlight-ად McKinsey-ის დროს, იმიტომ რომ მეც პირადად
ასე ვთქვათ, პორტფოლიოს ხრივ სააგენტოში მივიღე დიდი გამოცდილება 4 წლის განმავლობაში და ძალიან ასე ვთქვათ, ბევრი ჰაილაითი დამიგროვა ცხოვრებაში და შენ რაზე იმუშავე, ან რა მოგცა ისეთი გამორჩეული ორიოზე რომ მოგვიყვე, იმიტომ რომ სუყე გამოცდილებაა ხოლმე ადამიანის ცხოვრებაში სააგენტო მაინც. ნამდვილად. ეს როგორც საკონსულტაციო კომპანია ქონდა, ანუ ყველაფერში იყვნენ Fortune 500 და FTSE 100 კომპანია, ყველაზე დიდი კომპანიები და ორგანიზაციებში ქვეყნებსაც ეხმარებიან საჯარო სექტორში. ერთ-ერთი ჩემი პირველი პროექტი იყო, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, იმიტომ რომ ჩვენ მუშაობდით ერთ-ერთ შვეიცარიულ ფარმაცევტიკული კომპანიისთვის, Novartis, რაც უზარმაზარი არის და მათ ქონდათ ერთი სერიოზული პრობლემა, რომ როცა წამალს გამოიგონებ, გაქვს 15 წელი, სანამ პატენტი მორჩება. და ამ პერიოდში თუ არ გაყიდი, მე უკვე მოგება ვარდება 90%-ით. და ამათ უნდათ, რომ ამ პერიოდში არის გასაკეთებელი ტრაილები ადამიანებზე, პაციენტებზე და აი მაგის შემცირება უნდა time to market-ი რომ შემცირებული იყო და ჩვენ გამოვიყენეთ AI, რომ რეალურად გავგიგო რომელ საავადმყოფოებში ჯობდა მისვლა პაციენტების პოვნისთვის, კვლევისთვის ზუსტად და ანუ 16%-ით შევამცირეთ ეს loading და ეს არა მარტო არის კარგი ბიზნესისთვის, იმიტომ რომ ნიშნავს რომ უფრო სწრაფად გაუშვებ წამალს და უფრო სწრაფად მიიღებ მოგებას, უფრო დიდი ხანი გექნება ეს პერიოდი. თან თვითონ პაციენტებისთვის ძალიან კაია, იმიტომ რომ ის ვინც წესრიგ დაელოდოს 5 წელი, თუმე 3 წელიწადში მალე იღებს იმ სარგებლობას. და ანუ ეს იყო ძალიან საინტერესო მიგნება, ანუ მაინც ახლა ახალი ვიყავი მაშინ კომერციულ სფეროში და კარიერაში და რა პოზიციაზე დაიწყე მანდ მაკენზიში? კონსულტანტი ვიყავი, ბიზნეს ანალისტი და ანუ მაშინ რეალურად მივიღე ბევრი გამოცდილება, არა მარტო ანალიტიკის მხრივ, კიდე მეორე ძალიან მნიშვნელოვანი უნარი, რაც ეხლა შეიძლება არ მიჩანს, არის კომუნიკაცია. ანუ კომუნიკაციაში გასწავლიან როგორი მნიშვნელოვანი არის ნარატივის კარგად მოფიქრება და გადასცემა კლიენტთან, ანუ ვინც არის stakeholder-ი, მე რომ ხარის, რომ აი არა მარტო აუხსნა რა ხდება, მაგრამ რომ თან დააჯერო და მე თვითონ მიხვდეს რა აქვს გასაკეთებელი. ანუ ნახევარად sales და persuasion-ით შედის ამ ნაწილში და ეგ იყო ძალიან კარგი გამოცდილება, რაც მივიღე McKinsey-ში. როგორც ვიცი, McKinsey-ის პერიოდში იყო, ასევე საქართველოსთან შეხება რო ქონდა, ხო? იცი რა მითხარი, ეგ შენი არჩევანი, შეგეძლო არჩევანის გაკეთება ძალიან გაინტერესებდა და მაგიტო გადმოერთე თუ ყველა ვარიანტში უნდა გადმორთულიყავი და ამ ქართულ McKinsey-დან ქართულ გამოცდილებაზეც რო მოგვიყვე. ხო, არა, ეგ სხვა საინტერესო ისტორია, იმიტომ რომ ძალიან შემთხვევით მოხდა ეგ ყველაფერი. მოგეთ ჩემ ბავშვობაში კი ჩამოვდიოდით თითქმის ყოველ ზაფხულს და გიждდებოდი ხაჭაპურზე ხინკალზე რა თქმა უნდა და ოჯახთან დროის გატარებაზე, ანუ კაი ამინდი და ყოველს რო უყვარს და სუფრა და მუსიკა და ყველაფერი, მაგრამ რეალურად არ ვიცოდი როგორ იყო ცხოვრება. ვანილა ვერსია იცოდი საქართველოს. ვანილა ვერსია, ანუ შვებულება საქართველოს მაინც სხვა არის ცხოვრებასთან და რო გავიგე McKinsey-ში შემთხვევით რომ ქართული დამკვეთებიც ყავდა. რაც გამიკვირდა, იმიტომ რომ ზოგადად ისეთ თანხებზე მუშაობენ McKinsey, რომ ეგ იშვიათი ზოგადად თემა არის. პატრიოტიზმმა გაიღვიძა შენში. გაიღვიძა კი ბატონო, ეგ თავის დროზე იყო ჩაკაკუნებული, ბაბუა ჩემისგან, ბიზა ჩემისგან, ჩემი მშობლებისგან, ბიზა ჩემი ისტორიკოსიც იყო და არის და ანუ ასეები ამიხსნა დიდგორის ველზერები გავაკეთეთ და ასე შემდეგ და ანუ სულ მიყვარდა ეს ჩვენი საქართველო და ეგრე მოხდა რომ მაინტერესებდა რეალურად ანუ რეალური გარემო და ეკონომიკური გარემო როგორი იყო და მაგიტომ მინდოდა მე თვითონ რომ მოხედრილიყავი ამ ერთ-ერთ პროექტზე, რაც იყო მითხეს მაშინ რომ ერთი ცისფერი ბანკი არის და ერთი ნარინჯისფერი ბანკი და მაშინ ეგ არაფერს არ ნიშნავდა მე რა გავიგე ეს როგორ მნიშვნელოვანი ყოფილა აქ და მაგრამ მითხეს რომ ერთი agile ტრანსფორმაციის პროექტი არის ეს ნარინჯისფერის ბანკთან და მე ვთქვი agile-ში გამოცდილება მაქვს, კარგად ვიცი რა ხდება და შემიძლია რომ აქ კარგი წვლილი შევიტანო და ეგრე მოხდი გერმანელებთან ერთად ამ საქართველოს ბანკის agile ტრანსფორმაციის პროექტში 2018 სექტემბერში. ხო და agile-ის დანერგვა მოგიწია თუ რა პროცესი გაიარეს BioG-ში, იმიტომ რომ ბევრისთვის, ანუ ამ BioG-ის გამოცდილება ძალიან საინტერესო მოსასმენი იქნება. უშუალოდ რის კეთება მოგიწია ალბათ რომ გაგვიზიარო ეგეთ. მათ უნდათ 0-დან agile-ის დანერგვა და agile-ში რეალურად რას ნიშნავს არის organizational effectiveness, ანუ რითი შეიძლება რომ ეფექტურობა გავზარდოთ IT გუნდში, რომ უფრო სწრაფად შევქმნათ ისეთი პროდუქტები, რაც თვითონ კლიენტებს უნდათ. და აი ამაზე შეგვიძლია ბევრი ვილაპარაკოთ. ის საქართველოს ბანკის ამბავი რო თქოთ, ეგ შენ ასე ვთქვათ, დისტანციურად მუშაობდი, აქ ჩამოდიოდი თუ რა ფორმატში და რა გზა გაიარე? ვანილას ქართული ეფექტის შემდეგ. კი, მოგეთ ჩამოვედი, ეს ზოგადად McKinsey-ის პროექტებში სულ მიდიხარ კლიენტთან და on-site მუშაობ.
და ანუ მე და ორი გერმანელი და ერთი ავსტრიელი ჩამოვედით და ჩვენ ვიყავით on the ground team, ვისთანაც ჩვენ მქონდა პირდაპირ IT leadership-თან ყოველდღიური შეხება, რომ ეგ დაგვეგეგმა და ხშირ შემთხვევაში ბიზნესიც იყო ჩართული, ანუ ბიზნესის სხვადასხვა ჰედები, C-suite-თანაც მქონდა ხშირი კომუნიკაცია და ასე შემდეგ. და სხვადასხვა პირველად რომ ჩამოვედი სექტემბრის დასაწყისში იყო, ჩემი Discord-წილი იყო და აი ჩამოვედი და როგორც კი ჩამოვედი, ყველა ჩემი ოჯახი ინგლისში იყო. ქორწილისთვის და ანუ ძალიან ისე მოხდა რეალურად რომ მე აქეთ მარტო ვიყავი და ყველა შეგატოვეს ლამაზი საქართველოს ისტორიების მერე საქმეს. მაგრამ მე რა თქმა უნდა ძალიან კაი დრო გავატარეთ და მაგ პერიოდშიც კიდე აი პირველად რომ შევეგუე რეალურად და რომ მივედი საქართველოს ბანკის შენობაში რომ გაქვთ ნანახი ის სანაპიროზე ანუ ძალიან ისე შტამბეში დავი გამოცდილება იყო ჩემთვის ანუ მაინც მაგ დონის რეალურად ბიზნესი და კომპანია და ფირმა არ მქონდა ნანახი საქართველოში მანამდე და ძალიან კაი შტაბილობა დამიტოვა და ბევრი რაღაცას ვისწავლე რამდენიმე culture shock-ი და culture clash-იც იყო მაგრამ ზოგადად ძალიან მომეწონა და მაგიტომ რეალურად მე გავაგზავნე ჩემი ისტორია საქართველოს ბანკში ბოლოს დავბრუნდი და შევედი როგორც გუნდის წევრი. Agile-ზე რო გადავიდეთ, მაშინ თვითონ როგორც ანუ რაღაც ნოლიდან მოგიწიათ ამ პროცესის გავლა და ნუ ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომპანიაში დაანერგეთ Agile, ხო, თავის დროს. რომელი წლები იყო ეს ახლობი? ეს იყო 2018 სექტემბერში, როცა დავიწყეთ ეს დიზაინის ფაზა და უკვე დეკემბერში იყო თვითონ იმპლემენტაცია. პილოტი გავუშვით რაღაც ნოემბერში, დეკემბერში და უკვე მე 2019-ის დასაწყისში იყო, რომ უკვე უფრო ცლად დიდ მასშტაბზე რო გაგვიშვა Agile. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ამაზე დიდი სადნაწასული ყავი რა გეკეთებინა შესაბამისად ბევრისთვის თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი Agile-ის ექსპერტი ხარ. ხო და იმ ადამიანებისთვის, ვინც Agile-ს აგინებს და საერთოდ ასე ვთქვათ, ცოტა არ იყოს და უსაქმურებად არიან დღეს დაიდენტიფიცირებული Agile-ის რაღაცა, ასე ვთქვათ, ტრანსფორმაციებში ჩართული ხალხი ხშირ შემთხვევაში. და ეს ხდება ხოლმე ძირითადად, ასე ვთქვათ, შეუსაბამობების გამო ალბათ, იმიტომ რომ არ ერთი უბრალოდ რომ Agile-ი კარგია, გაიგეს, მაგრამ ვისთვის არის ეგ არა და რა ტიპის გუნდებისთვის და აი მითები და რეალობები, ასე ვთქვათ, რომ ჩამოვშალოთ, ალბათ ვისთვის არის პირველ რიგში Agile-ი აუდიტორიისთვისაც, ვისაც აინტერესებს და ვისთვის არ არის და ასე ვთქვათ, რა გამოწვევები აქვს და რა საერთოდ რატო შეიქმნა ეგ Agile-ი და რატო თქვეს, რომ ხალხო, აი დიდ კომპანიაში ეგრე ჯობია, ვიდრე waterfall-ი რაღაცა მენეჯმენტიდან ქვემო ფაზამდე. კი ბატონო, სხვადასხვა ბევრი კითხვა შედის ამ ნაცომში და ჩავშალოთ ხო? თითო მოკლედ, თავის დროზე რომ ავხსნათ პრეისტორია, რატო მოხდა ეს რომ მოიგონეს ეს Agile-ი, იყო იმიტომ რომ თავის დროზე 80-იან წლებში და 90-იან წლებში ზოგადად მუშაობდა როცა ტექნოლოგიური პროექტები იყო განსახორციელებელი, რომ ვიღაც ტიპი CEO ან ვიღაცა high up раз head-ი რაღაც ესა executive იტყოდა რომ ჩვენ გვჭირდება პირობითად რაღაც mobile აპლიკაცია, იმიტომ რომ ჩვენ კონკურენცია აქვს და ჩვენს გვჭირდება ისეთი. იმიტომ რომ რაღაც ისინი რაღაც ძალიან ტრენდული არიან. და ანუ ვიღაც მე გადასცემდნენ ამ tasks, ამ პროექტს, ვიღაცას სტრატეგიულ PMO-სთან ძირითადად პროექტ მენეჯერი, ვინც იტყოდა რომ მოდი ჯერ დავიწყოთ რაღაც ანალიზით და ანუ ყველა თემა რაც კი შეძლო რომ მოიგონენ, ყველა features ჩამოწერდნენ უზარმაზარი რაღაც 50 გვერდიანი ან შეიძლება 100-დან 200 გვერდიანი დოკუმენტს შექმნიდნენ, სადაც იყო ყველაფერი რაც კი უნდა იყოს ამ აპლიკაციაში მომავალში. მაგაზე იქნებოდა 6 თვე მინიმუმ რაღაც მუშაობა, რომ კარგად გაიგონ ყველაფერი რაც უნდა მოხდეს. 6 თვის მერე დაიწყებოდა development-ის ფაზა გავიდოდა 1 წელი შეიძლება უფრო მეტი, მილიონი იქნებოდა უკვე ჩასმული ამაში. ბოლოს მე ტესტირებაში კიდე რაღაცებს იპოვნიდნენ და აბუნენ, გაიბაგებოდა, ჯერ არ იყო გაშვებული, 2 წელი გავიდა, ბოლოს გაუშვეს და მე კლიენტები ამბობენ, რომ ეს რა ჯანდაბა. რაღა დროს ეს არის. რაღა დროს ეს არის ზუსტად. მიხდნენ, რომ რეალურად, ანუ ხშირ შემთხვევაში ჯერ ესეთი სოფლიო იცლება, გარემო იცლება, ჩვენი კლიენტების მოთხოვნებების სულ იცლება, ეგ არის ერთი თემა, რატომაც აღარ არის ეს რეალური და მეორე თემა იყო, რომ თავის დროზე რო ეგონათ, რომც კი ყველაფერი სწორად გაითვალისწინებინათ. აი ბევრი რაღაცა იყო, რაც მე ამ კომპლექსურ გარემოში რო ცვალებადი და დინამიკური არის, რეალურად ბევრი რაღაცა შემოვიდა ახალი,
რაც ვერ გაითვალისწინებდნენ. თქვათ რა ვიცი, რომ Apple Watch-თან ინტეგრაცია უნდა იყოს პირობითად, იმიტომ რომ ორი წლის წინ არ იყო Apple Watch-ი, ან როგორც იყო AI ან რაც იქნება და აქედან გამომდინარე მიხვდნენ რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არის რომ სწრაფი იტერაციებით გაუშვა რაღაც პროდუქტი, რასაც უკვე ღირებულების მომტანი იქნება კლიენტისთვის და მე შეიძლება რომ course correction გააკეთო, ანუ რაღაც უფრო თუ ამ ხაზე გინდა რომ გავხდე, ჯერ ესე გახვალ, მე ესე, ვიდრე რომ თავიდან გეზი თქვა რომ ესე მივდივართ, ანუ ცოტათი გამაზო, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ პატარათი გამაზე, აი ისე შორს წახვალ რომ აი შორს ხან რაც კლიენტის უნდა მაგედან. და ეს იყო თავიდან რეალურად რატომაც agile დაიწყო და მე აგვიანებდა მოკლედ საქმეს ტექნოლოგიების რეალობაში ეგრეთ წოდებული waterfall-ით მენეჯმენტი და თქვეს რომ ვაგვიანებთ არ მუშაობს ეგრე. ვაგვიანებთ და თან როცა ვამთავრებთ უკვე ძალიან შორს არის იქიდან რაც რეალურად კლიენტს უნდა. და მაგიტომ ეს customer centricity ანუ კლიენტი რო არის მთავარი ტიპი და ვისაც უსმენ უკავშირისთვის ეგ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი და მეორე პრინციპი რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იტერაციულად რომ მიდიხარ უფრო სწრაფად უშვებ რაღაც ზღირებულს კლიენტთან რომ ეს უკავშირი მე მიიღო. და აი მაგ პრინციპებით რომ მუშაობ, რეალურად agile ეგ მიდგომა არის. რამდენიმე ღირებულება არის კიდე, მაგრამ ჩემი აზრით ეგ ორი არის ყველაზე მთავარი პრინციპები მაგედან და მე ყველაფერი დანარჩენი იყო მაგ ორის შესაქმნელად როგორ უნდა მოიქცე, როგორ უნდა დაალაგო გუნდი. როგორ უნდა შექმნა ეგ პირობები რომ ხალხს შეეძლოთ ეგრე მუშაობა. და რეალურად აქედან მე მოდის რა სკრამი და სპრინტები და კანბანი და ბევრი მე ტერმინი შემოდის, აქ user story-ები და ასე შემდეგ, product owner, scrum master ასე შემდეგ და აი მე რეალურად ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვიჭირს რომ ფიქრობთ რომ აი ეს დეტალები არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არა მიდგომა. მიდგომა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ გუნდს არ აქვს ეს დამოუკიდებელი საშუალება რომ თვითონ მიიღონ გადაწყვეტილებები კლიენტების უკავშირისგან, მაშინ agile არ ხარ. სულ ერთია, თუ გინდა Scrum-ი დარქვი, თუ გინდა Scrum Master-ი ყავდეს, არ არის agile თუ მაგ მიდგომით და მაგ პრინციპით არ მუშაობ. რეალურად ეს ყველაფერი საქმის ეფექტიანობასაც ხო ეხმარება, არა მარტო სისწრაფე, იმიტომ რომ waterfall-ის პრინციპით რაღაცა CEO რაღაცას იტყვის, ეგ უნდა გაკეთდეს, მაგრამ დამოუკიდებელი გუნდები სათითაო ფიჩერს ამუშავებენ და შესაბამისად მთლიანი API-ს იქნება თუ ვების ეფექტიანობაც იზრდება, ხო ესეა და ამის გააზრებაც ცოტა ესე ხოლმე სავაჭროა ხოლმე და უჭირს. ვისთვის არის უფრო რა ტიპის კომპანიებისთვის, მოდი რომ გადავიდეთ, ჯერ მაგაზე რომ მოყვეთ და იმიტომ რომ ქართულ რეალობაში არის რაღაც ბევრი fail case-ები, არც ისე პატარა კომპანიები, ვისაც გაუჭირდათ ერთი შეხევით ამ ტრენდული მიმართულების მიდევნა. ნამდვილად და აი ძალიან პირდაპირ თქვა, მე როგორც ყოფილი head of agile საქართველოს ბანკის, შემიძლია თქვა რომ ზოგადად agile-ს როგორც brand-ს აქვს დამზრეული. ანუ და რატო? ძალიან ცუდი სახელი აქვს. რა თვითონ სიტყვას agile-ს, ანუ პირდაპირ ხალხი ფიქრობს რომ არ გინდა კიდე agile რაღაცა. შმეჯაილი ზუსტად ეგრეც. ან ხო ხტები, ან რაღაც თავისი რაღაცას ანუ როგორც ისა ჩვენ სხვადასხვა ვიყენებდით Sberbank-ის მაგალითს და იმათ ქონათ Sbergile და რაღაც ეგეთ რაღაცებს იგონებენ რომ იყოს ჩვენთვის მორგებული რაღაც არის. რაც სიმართლე გითხრა ეგ არის მნიშვნელოვანი რომ თქვენ კომპანიას უნდა მოერგოს ეს მიდგომა. ზოგადად agile ვისთვის არის დიდ კომპანიებისთვის. ანუ პატარა თუ ხარ, ეგ არის სიპატაროს, ანუ სტარტაპულ გუნდის უპირატესობა. რომ agile ნიშნავს მოქნილობა, როცა პატარა ხარ, როცა ხარ ჩიტი, ბევრად უფრო მოქნილი ხარ, ვიდრე როცა ხარ სპილო. და ეგ არის თემა, რომ შეიძლება რომ წარმოიდგინო ბიზნესი, როგორც ან ერთი პატარა ნავი თუ სტარტაპი ხარ და 4 კაციანი გუნდი და ერთად თუ ნიშნოსნობ, ხო? თუ ნიშნოსნობ, მაშინ შეიძლება მარტივად შეცვალო მიმართულება და თუ ყველანი ძალიან სწრაფები ხართ, მაშინ საშუალო სისწრაფე მაგ გუნდის არის სწრაფი და შეიძლება ბევრ ჩქარად მიხვიდე, მაგრამ მე თუ გინდა რომ დიდი გუნდი გაზარდო, მაშინ რა თქმა უნდა ზოგადად მე რაც ხდება არის რომ საშუალო უნარი ამ ხალხის არის ცოტა უფრო დაბალი. იმიტომ რომ ჭირდება რომ აი ესა law of large averages მაგრამ ახლა აი კარლად როგორ თქვა არის. ანუ რეალურად მაგ გუნდში შემოდის ნაკლებად მაღალი დონის ტიპები და მაგიტომ საშუალო ვარდება ცოტა, თუმცა ის არის კარგი რომ უფრო დიდ გუნდში ხარ.
და ეგ ნიშნავს, რომ უფრო მეტი ძალა გაქვს ზოგადად ჯამში რომ შეაჯამო, მაგრამ მე ძალიან ბევრ ფორთული არის რომ მოატრიალო ეს დიდი ნავი. ეს არის რეალურად რატო არის agile მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შენ ხარ დიდ ნავში და გჭირდება რომ მიხვდე რომ ინტერნეტი მოდის, AI მოდის, ტექნოლოგია იცვლება, ხალხის მოთხოვნებები იცვლება და ჩვენ გჭირდება რომ ბევრ უფრო მარტივად შეგძლოს ეს მოგხდინება. მაგიტომ რეალურად დიდ კომპანიებში ეს არის საჭირო და როცა გინდა რომ ეს დანერგო დიდ კომპანიაში, აი ძალიან ბევრი ფაქტორი არის გასათვალისწინებელი. ხშირ შემთხვევაში არის ისეთი რაღაცები, ყველაზე მეტად არის ფილოსოფია და მენტალიტეტი გასათვალისწინებელი, სანამ დაიწყებ user story-ები და ესა Jira და ეგეთი რაღაცების დანერგვა. უნდა იმუშავა ხალხის ტვინზე. კი, პირველ რიგში მე მგონი, აი რასაც მე შევხვედრი ვარ, არის ის, რომ C-level-ის, ასე ვთქვათ, C-level-ის დონეზე საკუთარი, ასე ვთქვათ, ეგოსთვის შესაბამისი ტერმინოლოგიით ახსნა იმის, რომ დამოუკიდებლობის მიცემა არ ნიშნავს იმას, რომ შენ ვინმე უსაქმურად გტოვებს. ან იმას, რომ შენ იდეები განხილული არ იქნება რაღაც ბრიფის ფაზაზე თუნდაც, ხო? აი მაგას როგორ აგვარებდი ხოლმე და აგვარებ მაგაზე რომ მოგვიყვე და რატო იმას ექნა, როგორც თქვი, საქართველოში შენი აზრით agile-ს. ბევრი მიზეზი არის და მგონი აი ავიცი ხა შეიძლება დაბრალდეს რავის ჩვენ ისტორიასაც, ანუ ასე short term ხედვა რო გვაქვს ბევრ რაღაცაში, პატარა ქვეყანა გვაქვს, ბევრი გვაქვს გავლილი და მაქედან გამომდინარე ამ ტრავმებიდან რეალურად ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვები რაღაცებზე. და მაგიტომ შეიძლება რომ იყოს ეს მიზეზი, რატომაც სენიორებს უჭირთ, რომ დელეგაცია გააკეთონ რეალურად და რეალურად ხშირ შემთხვევაში ეგრე რო იქცევიან bottleneck იჩნდებიან. ანუ იმიტომ რომ ყველა გადაწყვეტილება უნდა ამოვიდეს ყველაზე დაბალ დონიდან კომპანიაში, ყველას უნდა გაიაროს, ვიღაც ზევით გარტიპს, უნდა მოიაზროს და უთხრას ყველას რომ აი ჩვენ ესე უნდა მოვიქცეთ და ყველაფერი რომ ამოდის, გადაწყვეტილება არის მისაღები ზედა დონეზე, ეგ ნიშნავს რომ შენელებული ხარ, იმიტომ ელოდო. ეს latency და ეს lead time-ი ძალიან ანელებს time to markets. და მაგიტომ აი ეს პრინციპი რომ გაიაზროს, რომ თვითონ იქნება bottleneck-ი თუ არ გააკეთებს დელეგაციას, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი agile-ისთვის. იმიტომ რომ agile-ს სჭირდება cross-ფუნქციური გუნდები, ვისაც აქვს ძალაუფლება რომ თვითონ მიიღოს გადაწყვეტილებები. და მაგედან გამომდინარე, აი ეს ფსიქოლოგიური ნაწილი, რომ executive-ებს გააგებინო, რომ ეს ბიზნესისთვის აკეთებ კარგ საქმეს და რეალურად შენს გაწყობს, რომ ცოტა გაუშვა და ხალხს მისცე შანსი, რომ შესტუმების რა თქმა უნდა მოვა მაგედან გამომდინარე, მაგრამ ეგრე გაზდი მე შემდეგ თაობას და შემდეგ გუნდს, ვინც გაზდის მაგ კომპანიის შესაძლებლობებს. თითქოს მაგით იწყებ ხოლმე მოკლედ და ეგ სტრატეგია აქვს, რომ ეგ გააგებინო ჯერ ზოგადად ორგანიზაციას, სადაც ასე ვთქვათ, მიდიხარ და ნერგავ, ხო? დიახ, და ანუ თუ კომპანია ისეთი არის, ანუ არსებობს კიდე types of organizations, ანუ ორგანიზაციების ტიპები, სადაც რეალურად თუ ორგანიზაცია არის დაალაგებული სხვადასხვა ეტაპები არსებობს და სულ პირველი ეტაპი არის მაფია. ანუ მაფიასნაირ ორგანიზაციაში თუ ხარ, სადაც არის ვიღაცა კონსილიერი და დონ, ვინც ყველა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ ვერაფერს ვერ გააკეთებს. უნდა მოხდეს ჯერ progression, ანუ maturity, ანუ ევოლუცია ამ ხალხის ფილოსოფიაში, სანამ შეიძლება რომ ესე იმოქმედო. და მეორე მხარეს არა მარტო executives უნდა ასწავლო, თვითონ ხალხსაც უნდა ასწავლო, ვინც ხელით იქნება ჩართული ამაში და რეალურად ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვართ გაზრდილი, რომ ჩვენ უბრალოდ უნდა მოусმინოთ, რაც ვიღაცა გვეტყვის, ვიღაც authority figure და მე მაქედან მე უნდა რაღაცა გავაკეთო ჩემი ხელებით და მე დაუბრუნდე და ვკითხო, ხო კარგად გავაკეთე მას, ანაც იქნება. და რეალურად მაგაშიც სჭირდებათ ხშირ შემთხვევაში უნარების გაზრდა და ანუ ეს გზნობა, რომ ისე რომ არაუშავს, რომ ხანდახან შესაბამები დაუშვა, უბრალოდ ჩვენ უნდა შევქმნათ სწორი გარემო, ფსიქოლოგიურად რომ იგზნონ უსაფრთხოდ და თან იყოს რეალურად ის გარემო, სადაც staging environment-ი ან რაც იქნება, რომ ეს გაუშვა, ნახო ეს ყველაფერი მუშაობს თუ არა. და აი მაქედან რეალურად თუ გექნება ეს მთელი წრე შეკრული, მაშინ შეიძლება თქვა, რომ agile ვარ. agile coach-ებზე ასევე supportive-ად რას ვიტყოდით, იმიტომ რომ იმის გამო, რასაც უყურებ, რომ agile-ს არასწორად მიყვებიან, გამოდის, რომ ეს ხალხი, ვინც რაღაც თავის საქმე აქვს, ვალობს ამ ყველაფერს შემოშება, თითქოს არაფერს არ აკეთებს. აქაც იგივე თემა არის, რომ არიან რა თქმა უნდა, კარგების და ცუდების, მაგრამ ჩემი
გამოცდილებიდან ზოგადად უმრავლესობა არის ძალიან სწორი გაგებით, აზროვნებით და უბრალოდ უჭირთ, იმიტომ რომ არ აქვთ ის ხელსაწყოები და ძალაუფლება, რომ მართლა მოახდინონ ის change, რაც არის საჭირო, ტრანსფორმაცია, რაც არის საჭირო კომპანიაში. უბრალოდ სადაც უნდა მიხვდე, ვინ არის კარგი და ვინ არის უფრო სუსტი, ცუდი არა, უბრალოდ სუსტი არის, რომ გაარკვიო, რომ ამ ტიპს აინტერესებს უბრალოდ agile ტერმინების დანერგვა, რაც არის თქვათ sprint-ი და scrum-ი და kanban-ი და ასე შემდეგ, თუ არის რეალურად მთავარი business objective, რაც არის agile-ის ორგანიზაციული ეფექტურობა. ანუ თუ ეგრე ფიქრობს, რომ როგორ შეიძლება ეფექტურობა გავზარდოთ, მიზანზე ფიქრობს და არა ინსტრუმენტებზე. ზუსტად. მაშინ შეუძლია რომ პირდაპირ მივიდეს და სწორად თან მაგ კომპანიისთვის მორგებულ agile მოდელი მოიფიქროს და დანერგოს და გუნდს ემუშაოს, რომ თვითონ ფილოსოფიურადაც მიხვდნენ როგორ არის ყველაზე სწორი მეთოდი. მე მგონი საკმაოდ საინტერესოდ დავფარეთ, ვისაც აინტერესებდა agile-ის და უცხო იყო მაინც agile-ის მხარე. მინდა რომ ახლა კონცეპტ დიჯიტალზე გადავიდეთ და ამ ყველანაირ გამოცდილების მერე საერთოდ რა мотиваცია გქონდა და რატო გადაწყვიტე კონცეპტ დიჯიტალი და ვისთან ერთად გააკეთე ზოგადად ეგ. დიახ. კონცეპტ დიჯიტალი მოკეთ როგორც აზრი მომივიდა 2019-2020-ში, როცა ჩამოვედი რეალურად საქართველოს ბანკში პირველად, იმიტომ რომ McKinsey-ის პროექტის მერე მოკეთ საბოლოო პრეზენტაციის დროს აჩიკო გაჩეჩილაძე იყო ჩამოსული, როგორც გენდირექტორი ახალი შეერთებული ბანკს და მაგას მოეწონა ჩემი მიგნებები და მითხრა რომ მოკეთ ხო შემოგვიერთდებოდი, რაც იყო ჩვენი ძალიან დიდი და კარგი ისა შეფასება დაუინტერესდი ამ ოფერით და ეგრე მოხდი მოგეთ საქართველოს ბანკში როგორც IT დირექტორის მოადგილე. და მაგ პერიოდში ჩვენ ვიყავით დაახლოებით 100-150 კაცი IT გუნდში მთლიანად. და მაგ 2 წლის მანძილზე გავზარდეთ ეს დაახლოებით 400 კაცამდე და მაგ პერიოდში რომ გავიცანი ამდენი ძალიან კარგი IT tech ტალანტი საქართველოში, არა მარტო development-ში, design-ში, project management-ში, ყველაფერში რაც არის tech-თან ახლოს marketing-შიც მათ შორის, მე მივხვდი რომ ჩემი აზრით ერთ-ერთი ჩვენი ბუნებრივი რესურსი რაც ყავს საქართველოში არის ჩვენი ხალხი და ჩვენი უნარებიანი, ნიჭიერი, კარგი აზროვნების ტალანტი. და რეალურად ძალიან ბუნებრივად და ორგანიკლი მოხდა ეს თემა, რომ ჩემი მეგობის დაბადების დღეზე ვიყავი გერმანიაში, ერთ-ერთ კიდე ნაცნობი იყო მან, ვინც მითხრა რომ მოკეთ წამოვედი და დავაარსე ჩემი ვეტ ბიზნესი. ანუ მე ვთქვი რომ ვეტში რაში ერთი ძაღლი ყავს, ვიცი მეტი არაფერი რომელი თავშესაფარი შენ ხარ. რეალურად. და თვითონ მითხრა რომ ანუ რეალურად ჩვენი მიგნება არის რომ ვეტემა ზოგადად ძაღლების და კატების მოვლა იციან, მაგრამ დიდად ბიზნესი არის მაინც და მაინც და ეს ტიპი იყო MBA, McKinsey, ანუ business professional, ვისაც ესმოდა კარგად ყველაფერი და ეს და თავის პარტნიორი წამოვიდა McKinsey ბერლინიდან დაარსეს და მიხვდნენ რომ ვეტებს თუ მოიყვნენ თვითონ ამ service delivery-ში შეეძლოთ რომ აი tech-ის გამოყენებით უფრო ეფექტური და ეფექტიანი შედეგები დადონ თუ ჯერ operations და tech-ს დაალაგებდნენ. და რეალურად ჩვენ მე პირდაპირ ვთქვი რომ აი ძალიან კარგ tech ხალხს ვიცნობ, თუ გინდა დაგაკავშირებ. და ასე იყო რომ რეალურად ძალიან ბუნებრივად შევქმნით ეს პირველი პროდუქტი, რაც იყო MVP მათთვის, Triage და Booking პლატფორმა, სადაც e-commerce-იც იყო და მაგის მეშვეობით მე იმათმა აწიეს 5 მილიონი ევრო დაფინანსება. რაც ძალიან კაი success story იყო, ძალიან კაი წარმატება იყო იმისთვისაც და ჩვენთვისაც და ეხლაც კარგად უბერავენ და უკვე მეშვიდე ფილიალი გახსნეს ჰამბურგში. ეხლაც რო ვიყავი ჩასული ბერლინში ვნახე და ძალიან გვიხარია რომ ესეთი კაი წარმატებას მიაღწიენ და მაგდა მე უკვე ძალიან ბუნებრივად მოვიდა სხვადასხვა referral-ები და გერმანიაში, ბრიტანეთში, ამერიკაში მოგეთ ჩვენ გავაგზავნეთ უფრო ტრადიციული software development-ის სააგენტო, რაც იყო web აპლიკაციების და mobile აპლიკაციების შექმნა სხვადასხვა კლიენტებისთვის. მაგალითად კიდევ ერთი არის OBO, რაც არის real high-end Airbnb, ანუ Airbnb ოღონდ გარე hiking და fishing და ეგეთი არდადეგებისთვის მორგებული Airbnb short-term rental-ის პლატფორმა და ეგ რეალურად შექმნით დაახლოებით 7 თვეში 5-6 კაციან გუნდში. რაც იყო ძალიან კაი მიღწევა ჩვენთვისაც და იმათაც ძალიან გაიხარდათ და ეგ ყოველთვის მაინტერესებდა როგორ შეიძლება ეს ღირებულება შექმნა თვითონ ბიზნესისთვის და რეალურად ეს გლობალური არბიტრაჟი რო არსებობს, მაგის გამოყენება როგორ შეიძლება და ჩემი ინტერესი ამისთვის მოვიდა იქიდან რომ შეიძლება ცოტა
ისე ჟღერს, მაგრამ ძალიან მინდა რომ ჩემი წulis შევიტანო საქართველოს განვითარებაში. და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე კაი რაღაც არის შეიძლება რომ გავაკეთოთ ეკონომიკურად და თვითონ კარიერულად არის export services. ანუ რომ საზღვარგარეთ ჩვენ შეგვქონდა რაღაც სერვისები, ტურისტ სერვისების იგივე თემა არის რეალურად, რომ აქ რო ქმნი ღირებულებას და შეგიძლია რომ ეს უცხოელებს ან უცხოეთში გაუშვა და გაყიდო და აი მაგიტომ ვიყავი დაინტერესებული და მაგიტომ დავარსე ეს კონცეპტ დიჯიტალი და ეს კიდე გადაიზარდა კიდე უფრო დიდ პროექტად და ანუ ძალიან მიხარია რომ ძალიან ბევრ დეველოპერისთვის და ტექ ტალენტისთვის ჩვენ გვაქვს შექმნილი ისეთი საინტერესო გამოცდილება რომ იმათ ესწავლათ საერთაშორისო მასშტაბზე როგორ მუშაობს და როგორი იდეები და როგორი ბაზრები არსებობს და ამასობაში იმათვისაც შექმნით ძალიან კარგი ღირებულება რომ ესეთი კაი პროექტები გვაქვს დადებული ამერიკაში, გერმანიაში, კანადაში, კოლორადოს უნივერსიტეტშიც გვაქვს მაგალითად გაკეთებული მობილური აპლიკაცია და ასე შემდეგ. მაინც რომ ისე შევაჯამოთ რომ გასაგები იყოს და ჩამოშალოთ რა ტიპის სერვისებს მოიცავს გარდა სიტყვაზე ვების, API-ის დეველოპმენტისა, იმიტომ რომ როგორც ვიცი ხა AI ახსენე და კიდე უფრო ღირებულებაზე ორიენტირებით ბევრ მნიშვნელოვან ამბავს უძღვებით ხოლმე როცა ბიზნესთან მიდიხართ და ჩემთვისაც მათ შორის უკეთესად გასაგები რო იყოს და აუდიტორიისთვისაც რა სერვისებს მოიცავს. კი ბატონო, ესე იგი, ჩვენს რეალურად ამ კომპანიას უძღვებით როგორც agile, ანუ მოქნილი ვართ და ანუ 5 წელი რაც ვარსებობთ, რეალურად ჩვენ გავიზარდეთ და მივხვდით ბაზარს, რომ ნიდები ეცვლება. 2 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ და მივხვდით, რომ Web3 და blockchain-ის თემებშიც იყო საინტერესო რაღაცები და ახლა მაგალითად ბრიტანულ სტარტაპს ვეხმარებით crypto token-ის launch-ი გავუკეთეთ უკვე ორჯერ და decentralized აპლიკაციაზე მუშაობთ, სადაც სოციალური მისიები შეგიძლია რომ შექმნა და community engagement-ი გაზარდო, ეგეთ რაღაცებშიც ვართ ჩართული და AI даже LLM-მდეც ვიყავით ჩართული. და ეხლა უკვე LLM-ების შემდეგ AI აგენტების მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, იმიტომ რომ ისეთი საშუალებებს გვაძლევს, რომ შეგვიძლია რომ ძალიან ბევრად გავაზარდოთ ეფექტურობა სხვადასხვა კომპანიების. ანუ ეს არის ერთი მხარე, რო თქვა თვითონ soft-ის AI Web3-ის განვითარება და მეორე მხარე ჩვენ ახლა წელს დავამატეთ acquisition გავაკეთეთ ZD Consulting ჯგუფის, რაც არის boutique agency, boutique consultancy უბრალოდ ზურაბ ზაგანი არის იყო და ეხლა ჩვენ გუნდში არის და ზურაბ ზაგანიას აქვს ძალიან მაგარი ისტორია თავის დროზე იყო მერიაში 9 წელი 112 სერვისი მაგის დანერგილი არის მე TBC-ში მუშაობდა major პროექტებზე Space-ის CTO იყო real Space-ი გადაარჩინა და ეხლა უზბეკეთში რო ესე კარგად უბერავენ მაგის გამო არის რომ ტექნოლოგიურად გამართული არის მე თეკეტაშიც იყო CIO და მე supervisory board-ში და მოკლედ კლიენტი რო შეგხედავთ იმას ფაუნდერებს და პარტნიორებს რა ხალხიო იტყეს ზუსტად და ანუ ეგ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი არის რომ ჩვენ ვინც ყავს გუნდში უნდა იყოს არა მარტო კარგი ადამიანი და მაგაში შედის რომ არის honest და გამჭვირვალე არამედ უნდა იყოს excellent ანუ უნდა კონდეს ისეთი სტანდარტის თემები და პროექტები განხორციელებული რომ ხალხმა მივხვდეს რომ ეს არის ჩვეულებრივი ტიპი და ეს არის ჩვეულებრივი სააგენტო. ზუსტად. ეგ არის მეორე თემა და მესამე თემა ის რომ ზოგადად როგორც არის ერთ-ერთი agile-ის პრინციპი არის რომ უნდა კონდეს client service ანუ კლიენტისთვის კარგი ღირებულების შექმნა როგორც პრინციპი თავში. იმიტომ რომ მაგის გარეშე მგონი არაფერი არ გამოდის. Amazon-ი არის ცნობილი ამის სახით რომ Jeffs მოკლედ ერთხელ უთხრეს რომ ეს ჩვენი კლიენტის სერვისი ძალიან კარგი არის, customer support-ი პირდაპირ გიპასუხებს ამ ბორდის შეხვედრაზე და ამ Jeff-მა დარეკა და გატესტა. და ნახა რომ 4 წუთი ელოდება ტელეფონს და ისე მე მოკლედ გადაალაგა მთლიანად ეს რომ ყოფილიყო Amazon-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ეს convenience-ი და client service-ით შეგიძლია რომ ძალიან დიდი ბიზნესი შექმნა თუ სწორად მიუდგები ამ საქმეს. კონცეპტ დიჯიტალის ფარგლებში საქართველოსთან თუ გქონია უკვე რაღაც პროექტები გამოცდილება თუ რა ეტაპზე ხარ? დიახ, ხო. ეს რომ დავამთავრო მოგეთ ZD Consulting-ი რომ შემოგვიერთდა. რეალურად ჩვენ გავხსენით უფრო აღმოსავლეთთან და პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი service line-ი, რაც არის consulting. ანუ აქ ახლა ვაკეთებთ რეალურად mini McKinsey style პროექტებს. ანუ და mini McKinsey style-ში რეალურად გულისხმობთ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ კომპანიები რომ მოდიან ჩვენთან ხან იციან, ხან არ იციან რა უნდათ, ან ხან გონიათ რომ იციან. და ჩვენ რეალურად კონსალტინგით შეგვიძლია რომ კარგად გავაგებინოთ რა არის საჭირო რომ ისინი იყვნენ წარმატებული და ეფექტური მომავალში. ანუ
ეს შეიძლება რომ იყოს რომ თავიდან მოდიან და ამბობენ რომ ჩვენ ეს პროდუქტი გვინდა, მაგრამ მაგ პროდუქტის განხორციელებაში საჭირო არის რომ ეს ასესმენტი რომ მიხდე რეალურად რა ფუნქციები შედის, მაგისთვის რა ინტეგრაციები არის საჭირო, კონცეპტუალური დიზაინში როგორ უნდა იყოს ეს დალაგებული, ინფრასტრუქტურა და არქიტექტურა როგორ უნდა იყოს და ეს ამის რეალურად ორი მიდგომა არსებობს, რომ თავიდან რომ მოწესრიგებულად შეხედო და დაალაგო და მიხდე ჯერ ასესმენტი გააკეთო და მე შექმნა ეს პროდუქტი და მეორე ვარიანტი არის უფრო ცოტა lean MVP style approach რო პირდაპირ შეუბერე და ნახე თუ არის უკვე მომხმარებლები, ვისაც აინტერესებთ ეს ღირებულება რაც შექმენი, მაშინ უკვე დაიწყო და უფრო სერიოზულად მიუდგე ამ პროდუქტის შექმნა. ეგ არის ერთი მხარე, მაგრამ მეორე მხარე არის კიდე რომ ყველაფერი კიდე გარშემო რაც არის თვითონ ციფრული პროდუქტების, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი არის კომპანიის წარმატებაში. მაგალითად ბანკებში თვითონ mobile banking კი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ გუნდების განლაგება როგორი არის, როგორ არის არქიტექტურა დალაგებული, ინფრასტრუქტურა cloud-ზე არიან თუ არა, data აქვთ კარგად აი ხარისხის და clean data, რომ მე მომავალში AI-ც შეგეძლოს, რომ დანერგო მაგის ზევით და ბანკებში, ფინანსებში, რადგან ჩვენ გვაქვს ჩვენი სიძლიერე, კიდე ან digital და payment-ში გვაქვს ფოკუსი. და საქართველოში უკვე რამდენიმე პროექტი გვაქვს, ზოგიერთი განხორციელებული და დამთავრებული და ზოგიერთი მიმდინარე. მაგალითად ორი რაც შემიძლია რომ თქვა, არის Aversies-თვის, ჩვენ გავაკეთეთ საწყობის ოპტიმიზაციის პროექტი, რაც იყო ძალიან საინტერესო და დავეხმაროთ რომ საწყობები უკეთესად ყოფილიყო დალაგებული და time to ფილიალი შემცირებული იყო. რეალურად ესეც ისეთი თემა არის, რაც მე ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ ეს ბიზნესთვისაც არის ძალიან კარგი, რომ როცა კლიენტს ჭირდება წამალი, რომ უეჭველი იყოს ფილიალში, კლიენტს უხარია და ბიზნესსაც ეხმარება, იმიტომ რომ უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ეგ ნიშნავს, რომ აღარ ჭირდება, რომ სადღაც სხვაგან გადავიდეს სხვა აფთიაქში ან რაც იქნება და რეალურად ამ ეფექტურობის ზრდით ყველა უფრო კმაყოფილი არის. და მეორე ესეთი პროექტი არის კიდე Foresight Fund-ი, რაც არის ძალიან კარგი საინვესტიციო ფონდი და მან ეხმარებით, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო super app-ის პროექტს აპირებენ და მან ასესმენტი გავაკეთეთ რეალურად open banking-ის დანერგვისთვის, რა არის საჭირო რომ გააკეთო, რომ ყველაფერი იყოს განლაგებული ამ აპლიკაციაში, რომ ყველაფერი ჩანდეს ერთდროულად და აი ეგეთ რაღაცებში ჩვენ მოგეთ ვეხმარებით სხვადასხვა უფრო დიდ კომპანიებს ამ პრობლემების გადასაჭრელად. ცოტა ხნის წინ რომ საუბრობთ, მახსოვს მითხარი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ რა ტიპის კომპანიას ვიხმარები და კონსულტაციას უწევ. აი რა ასპექტებია ხოლმე მაგაში მნიშვნელოვანი, რაც პირადად შენ мотиваციას გაძლევს და ანუ გისტორდება რა ეგეთი ტიპის კლიენტთან და ესეთი ტიპის кейსზე მუშაობა. აი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ეგ კომპანია და ეგ პროდუქტი ქმნიდეს ღირებულებას არა მარტო თავიანთთვის, თავიანთ კლიენტებისთვის და მეორე ხარეს რომ ამ პროექტშიც ჩანდეს რომ ჩვენ ქმნით ღირებულებას. სხვათა შორის ჩვენ ვიცით რომ ზოგიერთი ნიშა ან ზოგიერთ ნიშაში ჩვენ იმდენი ღირებულებას ვერ შეგვნით ვიდრე სხვები. ან შეიძლება რომ იმათ გონიათ რომ რაღაც პრობლემა აქვთ, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ რეალურად სხვაგან აქვთ პრობლემა და ჩვენ არ ვართ სწორი ტიპები მაგისთვის. ცოტა boring case-ი რო არის ხო? ხო. და რეალურად ანუ ჩვენ მანდ ვამბობთ, ანუ თვითონ უნდათ რომ ფული მოგცენ და ჩვენ ვამბობთ რომ მოდი ჯობია რომ თქვენ ამას მიხედოთ და მე თუ მზად იქნებით, მე გავაგზავნოთ ჩვენ მაგაზე პრობლემა. და როცა კითხვას უსმევ დირექტორს ან რა ვიცი, წარმოგიდგენს რა ღირებულებას გქნით, 1-3 წუთი ჭირდება ხოლმე რომ რაღაცას ვაკეთებთ რა. ხო, აი თვითონაც რო არის მით, რო არ შეუძლიათ რომ ეს კარგად ჩამოყალიბებულად გააჟღერონ, ეგ არის ძალიან დიდი წითელი დროშა, რომ რაღაცა იკარგება ამ პროცესში და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს როგორც threshold-ი, ბარიერი რომ იხდე ამ კლიენტთან ღირს მუშაობა თუ არა. და კიდე მეორე თემა არის, რომ თუ ეს არ არის სტრატეგიული პრიორიტეტი მათ ბიზნესისთვის, მაშინ ხშირ შემთხვევაში ესეთი აუთსორსული პროექტები არ გამოდის წარმატებული. და მაგასაც ვცდილობთ რომ ვნახოთ, რომ იქ ვინ იქნება owner-ი, ვინც რეალურად იქნება პასუხისმგებელი, რომ ეს პროექტი იყოს წარმატებული. ეგ არის სტრატეგიული სვლა ერთის მხრივ, კაი რაღაცა გაკეთდეს და ასე ვთქვათ, fulfillment-ი მიიღოთ იმის გამო რომ მომხმარებელი კმაყოფილია და მეორე მხრივ
ბიზნესისთვის მართლა გარდამტეხი იყოს და დაგიფასდეთ. ბიზნესებზე რო გადავიდეთ, იმიტომ რომ ეხლა ტექ სფეროში ხარ, უყურებ პირდაპირ ამ ტრანსფორმაციებს, უამრავი ხელსაწყო გამოდის. დღეს AI, სულ ყველას AI აკერია პირზე, agent maker-ები და ასე შემდეგ. ზოგადად იმ ბიზნესებს, ვისთვისაც ტექნოლოგიები ძალიან ტრენდული და მნიშვნელოვანია, რომ გადარჩნენ და გაიზარდონ, რას ეტყოდი, აი რა რჩევას მისცემდი ამ AI ბუმის პარალელურად, სადაც რა ვიცი, Google-ში რო ჩაწერ AI-თან მახლობელ keyword-ებს, არ ვიცი, ჯერ მარტო scroll-ას ვერ მორჩება, მერე როდის ვინმეს დაავალებს, მერე როდის აარჩევს ადამიანი და ასე შემდეგ. კი, პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ნუ გეშინია. ანუ ჩვენ შენთან. იმდენი, ანუ ესეთ პერიოდებში მეც ხან მიჭირს analysis paralysis. ანუ იმდენი რაღაც არის გასაანალიზებელი, რომ აი ჩერდები და ვერაფერს ვერ აკეთებ. მე მაინც ChatGPT-ს ვაჭმევთ. მე ChatGPT-ს დავუნდა და კითხო, როგორ მოიქცე. სხვათა შორის, აი ეს ყველაზე ზოგადი თულები რაც არის ყველაზე კაი პირველი ნაბიჯი, რომ უკვე ჩასვა ფეხი და ნახო რა სად შემიძლია გამოვიყენო. მოდი რა თულები ჩამოვთვალოთ, აი რა ტიპის საქმისთვის, რა უფრო კიდე გამოსადეგი და პროდუქტიული რო იყოს კი ბატონო. ბიზნესთვის. ანუ ChatGPT, Claude და Gemini არის ჩემი აზრით სამი ყველაზე კარგი chat AI და რო ნებისმიერ რაღაცა კითხო, ახლა მაგათ მე რო ჩავდივარ ახლა შემდეგ კვირას იტალიაში, მაგან დამიგეგმა სად წავიდე. და ანუ პირდაპირ ეგრე ახლა მე მაგრამ 3 დღის ისე itinerary. ხო, ახლა კი ვიცი რომ მინდა რომ ჩემით გავაკეთო ყველაფერი, მაგრამ ისეთ დროს ზოგავ რომ ყველა ვარიანტში jobs. კიდე არის ბევრი სხვა ახლა ვიდეოს მხარეს, ახლა უაჭველი ყველაზე ძლიერი არის Google VO3, VO3 და Nano Banana. ეს Nano Banana უკვე Gemini Flash-ში ჩასვეს და თუ გაინტერესებს თქვათ video production-ი ან რეკლამები ან ესეთი სფერო შეიძლება კრეატორი ხარ, მაშინ უაჭველი Google VO3 უნდა დაათვალიერო. საქართველოშიც დაიწყეს. ძირითადად TikTok-ზე გინებებია ხოლმე ბებიების და ტაქსისტების გინებებით, მაგრამ ნელა კაი საქმისთვისაც ვიწყებთ ესეთ გამოყენებას. კი, აუცილებელია ეს. და მესამე, ანუ ჩემთან არის ახლოს სფერო, სადაც AI ძალიან მოხდილი არის, ასე რომ ვთქვათ, არის რა თქმა უნდა development-ი და მან გაქვს ანუ ორი გზა, რეალურად თუ ხარ უკვე კოდერი, პროგრამისტი, მაშინ გირჩევდი cursors and windsurfs. კურსორი ალბათ არის ყველაზე წინ Claude Code-თან ერთად, რომ დაგეხმაროს კოდის წერაში და მეორე მხარეს არის თუ უფრო არა ტექნიკური ტიპი ხარ, მაშინ ამ სამს გირჩევდი Lovable, Bolt და Replit. მაგ სამით შეგძლო რომ ითამაშო და ვებსაიტები შექმნა, ან დაჟე აპლიკაციები და სათამაშოები შექმნა უკვე ამ AI-ით და რეალურად როგორც MVP-ს შესაქმნელად, როგორც პირველი ნაბიჯი ეგ არის ყველაზე კაი გზა, მაგას გირჩევდით. მეც რა მითხარი, რეალურად ძალიან ბევრი ადამიანი ამ ბუმის პარალელურად ძალიან ბევრი იდეებითაა და ვერ იწყებს ბიზნესს, გაჭედილია სტარტაპ ფაზაზე და აი მაგ ადამიანებს რას ურჩევდი, ვისაც აი ძალიან ბევრი იდეები აქვს, წინ რეალურად თულები აქვს, მაგრამ პარალიზება როგორც შენახსენე, ეგრეთ წოდებული task paralysis აქვს, რომ აი ამ ხელა ბუმში აღარ იციან, რომ აი მაგალითად agent maker-ები ხო 1000-ია კაცო, რა chatbot-ი 1000-ია, ის სერვისი 1000-ია და ასე შემდეგ. ანუ რასაც ნახულობს, რასაც არ მოიფიქრებს ადამიანი, როგორც სტარტაპში ამბობ, რომ სანამ შენ იდეა მოგივა, 20000 ადამიანს აქვს მოსული, მაგრამ თავარი ვინაკეთებს და რას ეტყოდი ეგეთ ადამიანებს დღევანდელობაში რითი დაიწყონ რა ქნა ზოგადად. აი, ძამშონი რაღაცა თქვი, თავარია ვინაკეთებს. და ეს რო კონდეს bias towards action, რო გინდა რომ რაღაცა შექმნა, რაღაცა გააკეთო, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება ზოგადად ადამიანში, თუ გინდა რომ კარგი ბიზნეს ტიპი იყო. და მაგრამ გამომდინარე, მოკლედ, თუ გაქვს ბევრი იდეა, AI გამოიყენე. ChatGPT-ში, Claude-ში, Gemini-ში ჩააგდე, რომ აი ეს იდეები მაქვს, დამეხმარე პრიორიტიზაციაში. და ის დაგისვამს კითხვებს, რომ ისიც გაითვალისწინო, რომ შენ რეალურად რომელ იდეაში იქნებოდი ყველაზე მოტივირებული. იმიტომ რომ ბიზნესი ისეთი რთული თემა არის, რომ თუ არ ხარ მოტივირებული, მაშინ არ გამოგივა. და თუ რაღაც იდეები გაქვს, რაც იცი რომ, რა ვიცი, ერთ კვირაში უკვე მოგბეზდება, მაშინ უბრალოდ ფულისთვის არის და cash cow ბიზნესად უყურებ. ზუსტად. ჯობია რომ შენი passion-ი, ან შენი უნარებიდან გამომდინარე იყოს ეს ბიზნესები დალინკული. არსებობს სტარტაპ
სფეროში და ეკოსისტემაში ეგეთი ტერმინი founder market fit. ანუ დამფუძნებლის და ბაზრის უკავშირი, რაც ერთმანეთს ებმევა. გასაგებია. Okay. და მოგეთ, ეგ არის სამნიშნელი, რომ სადაც უკვე გააქვს რაღაც უნარები, რაღაც გამოცდილება, მან იქნები დიდი ალბათობით ყველაზე წარმატებული თუ ბევრი იდეა გაქვს და ეგ რო გაითვალისწინო, მაგას გირჩევთ. და უკვე მე რაღაც ამ პრიორიტეტიზაციას რო გაივლი, შეიძლება რომ უკვე გადახვიდე ამ თულებზე, რაც ვახსენე, Lovable-ზე ან Replit-ზე, უკვე შეუგდე დაჟე one shot, ანუ ერთი პრომპტით გაუშვა, რის გაკეთება გინდა და ნახო. და თან უკვე ამ ბევრ აგენტს აქვს ტრაილები ან ძალიან იაფი ერთი თვისისა. $30 შეიძლება რომ მართლა ითამაშო ერთი თვე და ნახო რაღაცა ისეთ დონეზე მიიყვანო, რომ უკვე შენ გაუშვა ბაზარზე და ნახო უკავშირი ამ ხალხს უნდათ თუ არ უნდათ. უბრალოდ ერთ რაღაცას დავამატებ, რომ ეხლა უკვე ისეთ დონეზე მივედით ამ აგენტებით, coding აგენტებით, რომ რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი აქ იქნება დისტრიბუცია. ანუ ეს ამ პროდუქტს რო შექმნი, როგორ უნდა გავუშვა ხალხთან. ანუ როგორ დაინტერესდებიან და როგორ გაიგებენ და როგორ დაიწყებენ ამასთან გამოყენება. და დისტრიბუციისთვის უნდა გაითვალისწინო მარკეტინგის პრინციპები, რომ არსებობს რაღაც ბაზა, რაღაც user base-ი და სად არიან ეს ტიპები ხშირ შემთხვევაში ან Facebook-ზე ან რაღაც ჯგუფში, თქვათ დედები თუ არიან, ალბათ ბევრი დედის ჯგუფები არსებობს Facebook-ში და მან რო შეხვიდე და დაპოსტო, ეგ არის ყველაზე კაი. სწორ ტიპებს სწორ ადგილას მიადგე, რომ რეალური ფიდბექი მიიღო და არ დაკარგო მაგაში დრო, როგორც ხდება ხოლმე. ზუსტად. და ეგ მაგას თუ არ გაითვალისწინებ, ან თუ გაგიჭირდება, სულ ერთია როგორი კარგი პროდუქტი გექნება, დისტრიბუცია არ გექნება და ბიზნესი არ გამოიგება. Thank you. ერთ საკითხს მინდა შევეხოთ, ბრიტანული გამოცდილებაც მიიღე საქმეში, ქართული გამოცდილებაც მიიღე. ძალიან ასე ვთქვათ, ბევრისთვის მტკივნეულია განსაკუთრებით დიდი თაობისთვის ის, რომ გადინების და ქართული რესურსის გადინების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს საზღვარგარეთ და ადამიანების დემოტივაცია სხვადასხვა ნიშნით. ერთ-ერთი რასაც ეხა მინდა რომ შევეხოთ არის ის, რომ ამ ქვეყანაში არაფერი გამოდის ეს გამონათქვამი. შენ რას ეტყოდი, ასე ვთქვათ, ესეთი სკეპტიკის მქონე ადამიანებს, რით გამხნევებდი და როგორ მიუდგებოდით ამ საკითხს, იმიტომ რომ პირადად, ჩემ სამეგობროდან არაერთი ადამიანი ერთი მაგალითიც ყავს და მეორე მაგალითიც და ხო, საწყენია მართლა, რომ აუცილებლად რამის გაკეთება უცხოეთთან, ევროპასთან, ამერიკასთან რომ არის ასოცირებული. ვინც ამბობს, რომ საქართველოში არაფერი არ გამოგივა, გატყუებს. პირდაპირ ვთქვათ. ეს არის ტყუილი ბევრი მიზეზის გამო და მით უფრო ტყუილი არის ეხლა დღეს. იმიტომ რომ ესეთი კარგი დრო არასოდეს არ ყოფილა, რომ საერთაშორისო ბიზნესი შექმნა. ამ თულებით რაც ვახსენეთ, ინტერნეტის მეშვეობით ნებისმიერი რაღაცა შეგიძლია რომ თან ისწავლო, გააკეთო და გაყიდო. შედი Udemy-ში, შედი Coursera-ზე, შედი edX-ზე, ისწავლე პროგრამირება, ისწავლე მარკეტინგი, ისწავლე ბიზნესი, ისწავლე რაც გინდა. ყველაფერი არის YouTube-ზე არის. იმდენი საათის საუკეთესო მასალა, უფასო მასალა, რომ ყველაფერი ისწავლე. ერთადერთი რაც გირჩევდით არის რომ ისწავლო ინგლისურად სწავლა, იმიტომ რომ მაინც იმდენი კარგი რესურსი არის ძირითადად ინგლისურად, რომ ბევრად უფრო head start-ი გექნება, როცა მოგინდება ამის სწავლა. ეგ არის ერთადერთი რჩევა. მაგრამ თუ შეიძლება რომ შენ თვითონ გქონდეს мотиваცია რომ ისწავლო ინტერნეტზე და მერე შექმნა ან პროდუქტი, ან კონტენტი, ან რამე სხვა, რაც ხალხისთვის ღირებულებას შექმნის, მაშინ შეიძლება რომ შენი სახლიდან საიდანაც არის, მარტო ცხოვრობ თუ ინტერნეტი გაქვს, უშბაზე, შვენოთ იშოვი ფულს და იცხოვრებ კარგად. და მაგ მიდგომით თუ იქნები, რეალურად ჩვენ ფილოსოფიურად რაც ჩვენ გვჯერა, ეგ არის სიმართლე. თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაღაც ვერ გამოვა, მაშინ არ გამოვა. თუ ფიქრობთ, რომ ეს შესაძლებელია, მაშინ შეიძლება რომ შექმნა ის პირობები, რაც არის საჭირო კომპანია და ღირებულება შექმნა არა მარტო სხვებისთვის, ასევე შენთვის. და მაგიტომ რეალურად ეს კი რაღაცეებში არის უფრო მეტი სირთულე. კი, მარტივი არა. მარტივი არა, არც ერთ ვარიანტში. და მანდაც უნდა გაითვალისწინო, რომ რა არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეხლა თუ გირჩევნია, რომ პატარა ბაზას დაეხმარო რაღაც პატარაში, მაშინ უნდა გაითვალისწინო, რომ მაშინ რეალურად ეს არის
sacrifice რომ მაგ ხლა ბიზნეს ვერ შექმნი. ახლა თუ გინდა მაგალითად, რა ვიცი, რაღაცა განსაკუთრებული პატარა რაღაც ისა ველოსიპედისტები, ვინც ცხოვრობენ რაჭაში, რა ვიცი, რაღაც საჭმლის კვებაში, რაღაცა, მე რა ვიცი, ახლა ხო, ძალიან ნიშურ და ვიწრო ბაზარზე თუ აპირებ. მაშინ ბევრად ფორთული იქნება შენი ბიზნესი, მაგრამ თუ შექმნი რაღაცას, რასაც იცი რომ ბევრს დაეხმარება და საერთაშორისო მასშტაბის არის, მაშინ შეიძლება აქედან ძალიან მარტივად შექმნა ისეთი კარგი და ღირებული კომპანია იმათთვის და შენთვის, მაშინ ძალიან წარმატებული და ბედნიერი იქნები, არა მარტო შენ, ყველა ვისაც შენ შეეხები. კი ბატონო. მადლობა თენგო და კონცეპტ დიჯიტალის სამავალ გეგმებზეც რო თქვა, თქვენი ხედვა როგორია საით მიდიხართ მომავალ წლების განმავლობაში. ისე მიდის AI რომ დღეს ძალიან რთულია თქვა რაღაც 5-იან და 10 წლიან გეგმებზე საუბარი, მაგრამ მოკლე პერსპექტივაში საით უყურებთ მაინც განვითარებას. მე ორ მხრივ ვარ ძალიან დიდი ენთუზიაზმით. ერთ მხრივ რო ჩანს რომ რეალურად ამ პოსტსაბჭოთა სივრცეში აღმოსავლეთში არის უზარმაზარი შესაძლებლობა რომ ჩვენ დავეხმაროთ ბევრ ბიზნესს, დიდ ბიზნესს ამ კონსალტინგით და არა მარტო ფინანსებში, ახლა სუპერმარკეტებში, რიტეილში და საჯარო სექტორშიც ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ბევრ კომპანიას და ორგანიზაციას აზერბაიჯანში, ახლა უზბეკეთში და ყაზახეთში ვაპირებთ გასვლას. ეგ ძალიან მაინტერესებს და მიხარია რომ შეგვიძლია დიდი შედეგი და იმპაქტი გქონდეს ამ სივრცეში და ახლა ზდით გუნდს ამ მხრივ ეგ მაგით ვარ ძალიან დიდი ინტერესით და მეორე მხარე უფრო ეს ინდუსტრიულ თემებში არის AI-ი. ახლა ჩვენ უკვე AI აგენტები გავაკეთეთ რამდენიმე, ერთი recruiting აგენტი ბრიტანულ კომპანიისთვის, რაც ეხმარება screening-ისთვის, ანუ CV-ს ფილტრავს, ანალიზს აკეთებს და მე უკვე კითხვებს სვამს, რომ შეივსოს დანარჩენი გეფები, რაც არის ამ CV-ში. და კიდე ახლა მეორე აგენტს ვქნით Innovate UK, რაც არის რეალურად ბრიტანეთის ჯიტა, მათთვის შექმნით უკვე პირველი ვერსია გაუშვით ახლა გუშინ, სადაც სტარტაპებს შეუძლიათ რომ აპლიკანტები იყვნენ და ჩატონ თავიანთი submission-ი, ჩვენ AI-ით შევაფასებთ ესენი მზად არიან თუ არა ინვესტორებისთვის, დავეხმაროთ აქსელერატორთან matching-ი გავუკეთოთ და მე უკვე დავეხმაროთ თვითონ ინვესტორის ძებნაში და პოვნაში და უკვე ფულის აწევაში. და ეგ ანუ ისეთ ახალ შესაძლებლობებს ქმნის, ეს არის ძალაუფლების დემოკრატიზაცია სტარტაპებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ახლა თუ ვართ სადღაც, რა ვიცი, რაღაც უცხო კუთხიდან და ჩვენ გვაქვს რაღაცა disabilities ან რამე რაც გვაფერხებს, რეალურად ამით ეს შეიძლება რომ თუ ისწავლის სწორ რაღაცებს, შენ მოხდე იგივე დონეზე და იგივე შესაძლებლობა გაგიჩნდეს, რაც სხვებს არ ექნებათ. ან არ ექნებოდათ წარსულში და მაგიტომ ამ AI აგენტებით ძალიან დაინტერესებული ვარ და თუ იმის აინტერესებს, მოგეთ ჩვენ ღია ვართ მაგ მხრივ დაგეხმაროთ თქვენ კომპანიას. შვენიერი, თენგო. ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და მესტუმრე პოდკასტში და ველოდები ბევრ ახალ success case კონცეპტ დიჯიტალისგან. მადლობა დიდი მოწვევისთვის და ძალიან გამიხარდა რომ დამბადიშო. მადლობა.